საბედნიეროდ ხალხი იმედიანადაა საქართველოს ეკლესიაში, არაა დაყოფილი. დღეს საქართველოს ეკლესიამ შეუძლია თავი წარუდგინოს მსოფლიოს როგორც ერთიანმა ეკლესიამ, რომელიც არის კათოლიკოს პატრიარქის, როგორც მწყემსი კეთილის ფრთის ქვეშ გაერთიანებული, სადაც ადამიანები კიდევ უფრო მეტად წარემატებიან ქრისტიანული ცხოვრების გზაზე და აჩვენებენ მსოფლიოს სტუმართმოყვარეობისა და სიყვარულის მაგალითს. თქვენ იმდენი რამე გაქვთ შესათავაზებელი და გასაზიარებელი მსოფლიოსთვის, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატება საქართველოში, ისე რომ არ მოგიწიოთ საკუთარი ქვეყნის დატოვება და სხვა ქვეყანაში წასვლა. მე ბედნიერი ვიქნები თუ კი ამას მიაღწევთ. აისრულებთ ოცნებებს საკუთარ ქვეყანაში. ვფიქრობ, ეკლესია ეხმარება ადამიანებს თვით გამოხატვაში. საქართველოს და საქართველოს ეკლესიას აქვს განსაკუთრებული მისია. გამოუცხადოს სიყვარული და გულში ჩაიყუტოს ყველა. ქრისტიანული სარწმუნოებაც ეს არის.